გესალმებით ყველას მეგობრებო. ცუდი ამბავი მაქვს. სამწუხარო ამბავი მაქვს თქვენთვის. მეც მთელი დღეა ბაღში ვარ და სახში რომ შემოვედი გავიგე სამწუხარო ამბავი. მოკლედ ბერი ნიკოლოზი გარდაცვლილა და მართალი გითხრათ ძალიან მეწყინა. გაკვირვებული დავრჩი, მართალი გითხრათ. თუმცა ღმერთმა ამყოფოს ნათელში მისი სული. თუმცა ბოლოს, როდესაც გამოვიდა ის მის ბრევლთან ვიდეოს მოვკარი თვალი, ძალიან სუსტად გამოიყურებოდა და უკვე დავინახე, რომ ძალიან დიდი ხანი აღარ ექნებოდა მას, აღარ ქონდა მას ის სურვილი, რაც უნდა განხორციელებულიყო. ხა აგიხსნით ჩემს მოსაზრებას, ჩემებურ ახსნას, თუ რა მოხდა აქ. თქვით თქვენს კი არა და მე ვთქვი, რომ ილია მეორე თავის ხალხს გაიყოლებს. ეხლა მე არ ვიძახი იმას, რომ ეს ადამიანი ილია მეორის ხალხი იყო, მაგრამ ნახეთ რა ხდება აქ. ადრინდელ ლაივებში მე ნათქვამი მაქვს თქვენთვის, რომ მოდის ერთი ჯგუფი ერთად და ეს ჯგუფი ერთად გადის. ის და კონკრეტულ დავალებას ასრულებს და შემდეგ გადის ისევ სხეულიდან. ლევან ნარიმან ნიკოლოზ მაქარაშვილი გარდაიცვალა. რა ხდება თამარო მეკითხება. მაქარაშვილის გარდაცვალება გავიგე დღეს, ეხლა რაღაც რამდენიმე წუთის წინ. როგორც გავიგე, მასთან შეტეხეს კარი, რადგან დიდი ხანია არ გამოჩენილა და ის უპოვია სკამზე გადაკიდებული. ანუ არ ვიცით, გამოძიება მიმდინარეობს, რა მოხდა, როგორ მოხდა, არაფერი არ ვიცით ჯერ, მაგრამ ნარიმან მაქარაშვილი გარდაცვლილი იპოვეს სახლში. მოკლედ, ეხლა რა ხდება მეგობრებო? უკვე მკითხეს, რომ რა შეიძლებაო, რომ ახსნაო, რომ თამარ აი რას ნიშნავს ეს. შე როგორ ახსნიო, რომ ილია მეორე გარდაიცვალა, ეხლა დიდი ბერი გარდაიცვალა და ასე შემდეგ და მე ესე ახსნი ამას, რომ როგორც უკვე გიხსნიდით ამდენ ხანს ჯგუფი, კონკრეტული ჯგუფი, რომელიც ერთად მოდის, რომ უნდა შეასრულოს თავისი დავალება და როდესაც ასრულებს ის, ან ვერ ასრულებს დავალებას, როდესაც კონკრეტული ჯგუფი ტოვებს აი ამ სამყაროს, სამი ყარის ველს, მატერიალურ სამყაროს, შემდეგ ერთი მეორეს მიყვება, რადგან აი როგორც გითხარით, გახსოვს თამარზე რომ გითხარით, მოუკლეს დავითი, მოუკლეს ზაქარია, მოუკლეს ისინი, ყველა ვინც მის გარშემო იყო და ძალა იყო და შემდეგ თამარიც მიყვება მას და გაყვებიან მას. საკითხავი არის მეგობრებო ის, რომ რატომ მიმიყვანეს 3-4 წლის წინ ილია მეორის კართან აი ეს კითხვა მე დღესაც მაწუხებს. მე რომ შევეშვი ილია მეორესთან ხალხს, მაშინ რომ ამ პარტავნებაში არ ყოფილიყო მთელი ერი და ჩემ ჩაქოლის მაგივრად მხარში რომ დამდგომოდა, რომ შევსულიყავით ილია მეორესთან და მომხდარიყო ის, რაც უნდა მოხდენილიყო, რაღაც ნიშანი მოგვეცა ზეციდან, ხო? ზეციდან ვიმართებოდით და მითხრეს, რომ მიდი და მიუტანე, რომ ეს უნდა ყოფილიყო ნიშანი მისთვის. თუ რა ნიშანი უნდა ყოფილიყო ეს ილია მეორესთვის, იქ გავიგებდი მეც და თქვენც. თუმცა ეს არ მოხდა, ვეცადე, 4 წელი ვეცადე, ვიყვირე, ძალიან ბევრი, ვის ბერთან და მეუფესთან არ მივედი, მაგრამ რატომღაც ადამიანებს ძინავთ. რატომღაც ადამიანები ელოდებიან სასწაულებს, რატომღაც ადამიანები ვერ ხედავენ ქრისტეს, რადგან ისინი იმყოფებიან ამ პარტავნებაში. რომელ ქრისტეს ვერ ხედავენ ახლა, ნახეთ, როდესაც აღდგომა დღეს მე დამაყენეს თავს ილია მეორეს, რომ უნდა გადამეცა ეს 2 ქვა, პატიოსანი ქვა,
რა ნიშანს მომცემდა, რა ნიშანი მიეცემოდა იმას ჩემგან. ეს ყველაფერი არ შედგა მიუხედავად იმისა, რომ 1 მილიონმა ადამიანმა ნახა, რომ ვყვიროდი, რომ არ მიშვებენ ილია მეორესთან. სამწუხაროდ, მეგობრებო, მე ასე ვგრძნობ, რომ ეს ჩემი სტუმრება ილია მეორესთან იყო სწორედ იმისათვის, რომ მომხდარიყო ის, რაც არ მოხდა. მას უნდა გადაეცა ის, რაც ეკუთვნოდა ნიკოლოზს, მაგრამ არ მოხდა, მეგობრებო, არ მოხდა. ეს მე გითხარით კიდევაც, რომ სამწუხაროდ დავიგვიანეთ ყველამ. სამწუხაროდ მივედი იქ, სამწუხაროდ გაგაცნეთ, გაცნობეთ, მაგრამ თქვენ ყველას გეგონათ, რომ მე გიჟი ვარ და ყვირი ვარ, ხო? რომ მე ვიღაცის მტერი ვარ, გეგონათ ესე. აი, გეგონამ და მეგონამ დაღუპა საქართველო. სწორედაც რომ აქ ამ 4 წლის წინ უნდა მომხდარიყო ის ამბავი, რაც არ მოხდა და მთელი საქართველო ფეხზე უნდა დამდგარიყო, არ მოხდა. ახლა მეგობრებო, გეტყვით ერთ რამეს, რაც უკვე გითხარით და რაც უკვე ძალიან ხშირად ვთქვი თქვენთან. არ მოხდა, ის არ მოხდა, იმიტომ არ მოხდა, რომ ყველამ თვალი დახუჭა და ყველამ თავი ჩახო სირაქლემასავით იმაში, რა ქვია, მიწაში, სილაში. ჩაყავით? ხო და აცი, მეგობრებო, ყველა თავის თავს გადაარჩენს. მე ვერ გეტყვით იმას, რომ ვინმე გადაგვარჩა. არა. ერთადერთი გადამრჩენელი, როგორც დღემდე ვამბობ, არის ქრისტე და ისევ ქრისტეა გადამრჩენელი. და ქრისტეს კი გაიცნობ შენ შინაგანში, ანუ შენ თავში მოგზაურობით. ბერი ნიკოლოზი ელოდებოდა ილია მეორისგან სწორედ იმ გზავნილს, რა გზავნილიც უნდა მომხდარიყო, არ მოხდა. გარდაიცვალა ილია მეორე, გააცხადეს ეს ხმამაღლა. ხო და ნიკოლოზის მისია აქ აღარ იყო არაფერი. ნიკოლოზის მისია, რაც უნდა მომხდარიყო, რო არ მოხდა, იქ დაასრულა ნიკოლოზმაც. როგორც თამარმა დაასრულა მე-12 საუკუნეში თავისი 51 წლის სიცოცხლე, რადგან მისი ხალხი გავიდა და მისი მისია აქ აღარაფერი აღარ იყო. მას მხოლოდ საშინელებები გაელოდა. ამიტომ, მეგობრებო, მე რას გეუბნებით, იცით? გეუბნებით ერთ რამეს რა, ჩვენ ყველას წარმოგვიდგენია, რომ ის უნდა გამოიყურებოდეს ესე, ქრისტე უნდა მჯდარიყო ჯიპზე, 1.5 მილიონიან ჯიპზე, არა და ვირზე შეჯდა. აი, ხვდებით ხო რას ვლაპარაკობ? ქრისტე არ ზის 1.5 მილიონიან ჯიპზე, ქრისტე არ ზის საუკეთესო ცხენზე, ქრისტე ვირზე შეჯდა, ქრისტე უბრალოა, მაგრამ უბრალოებაში ვერ ხედავს ადამიანი ღმერთს. და ელოდება ვიღაცა ოქროებიან ხსნელს ივანიშვილის ნაირს. ხო მოვიდა ივანიშვილი, აჰა მილიარდები აქვს, გიჩვენოთ რამე? თქვენ უბრალო ადამიანს ვერასდროს ვერ აღიარებთ, იცით რატო? იმას დასცინებთ. რატო დასცინებთ, იცი? უი იმას თმები არ აქვს შეღებული, უი იმას შეეშალა, უი სიტყვას შეცდომი თქვა, უი ესქნა, უი რაცვია, უი ისა და ელოდებით როგორ ქრისტეს, იცით? რომელი ქრისტეც არ მოვა. ისეთ ქრისტეს ელოდებით. და ვირზე შემჯდარი ქრისტე დაიწუნეს როგორც მაშინ ეხლაც. გესმით? ახლა მეგობრებო, რა ვქნა მე? აი გითხარით, 3-4 წლის წინ გამაკეთებინეს საქმე, უნდოდათ, გამაკეთებინეს საქმე. ნახეთ, ყველას 1 მილიონი ადამიანი, ცოტა ახალ ხო, წარმოიდგინე ხა მილიონი ადამიანი რომ გაიგებს, რომ სამშვილიან დედასთან მით უმეტეს თავის ნათლიასთან არ უშვებენ და არავინ ხმას არ ამოიღებს, გარდა იმისა, რომ ეს ქალი წყევლოს. ბიჭო, იქ ღმერთმა შენ როგორ უნდა გადაგარჩინოს რა? ვეღარ გადაგარჩენს. იმ ერს, რომელიც სამშვილიან დედას წყევლის, იმიტომ რომ ნათლიასთან შევიდეს, შვილი ნათლიასთან შეიყვაროს, იმას წყევლის, აი იმ ერს ღმერთი ვეღარ გადაარჩენს. რა ვქნა, რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო. გესმით? სამწუხაროდ არ დააფასეს მამა ნიკოლოზი. სამწუხაროდ მარტო მამა ნიკოლოზი კი არა. სამწუხაროდ ერთმანეთს არ ვაფასებთ, ხალხო. ერთმანეთს დავცინით. ერთმანეთს დავცინით, გესმის? იმის მაგივრად რომ მივიღოთ ისეთები, როგორებიც ვართ. შენ უნდა იყო? შენ ხარ თამარი? ვინ დამცინოდა?
რატო დამცინოდა მითხარით. ან რატო დამწყევლეს, როცა ილია მეორესთან მივედი, რა გინდოდათ ჩემგან გამაგებინეთ, არ გეუბნებოდით მართალს? ყველაფერი რაც დღემდე თქვი მართალი აღმოჩნდა და არის. ბოლოს ვიყავი ნიკოლოსთან რამ ერთი კვირის წინ ვიყავი თუ რაღაც 8 დღის წინ. აღდგომამდე ვიყავი. იქ კაცი დამხვდა, მე და თია ვიყავი სხვათა შორის. კაცი დამხვდა და მეუბნება რომ არაფერი არ უნდა გააკეთოთ თქვენო. მამა ნიკოლოზი გააკეთებს ყველაფერი თვითონ მოხდებოდა. კარგი მეთქი მეუბნები ამ კაცს. თუ მარტო ის კაცი აკეთებს, ჩვენ რაღაცში ვართ მეთქი, საჭირო მარიონეტები ვართ მეთქი კაცო. ის კაცი ჩვენ გველოდება მეთქი რომ ვიშრომოთ მეთქი და არაო. ის გააკეთებს ყველაფერს დალაგდება ყველაფერიო. კაი მეთქი დაველოდები მაგასაც. აჰა, გავიდა ერთი კვირა და გავიგეთ მისი გარდაცვალების ამბავი. აბა მოვიდეს ახლა ის კაცი და მითხრას, აბა თავისით მოგვარდება ყველაფერი? არ მოგვარდება თავისით ყველაფერი. ხალხო, უნდა გაანძრიოთ ხელები. ერთად უნდა დადგეთ. ერთმანეთს უნდა დაუდგეთ მხარში. ეჭვები კი უნდა შეგეპაროთ, ისე აგენტია და ისე აგენტია. იყოს აგენტი, კაცო, საქმეს თუ გააკეთებს, იყოს აგენტი, შენ საქმეში გამოცადე და დაინახე. თუ შენ გვერდით დაგიდგა საქართველოს აკეთილდღეოდ. Რაღაც ფიქრობ ის რაღაც დაეძებ აგენტია თუ არა, საქმესში ხო დაინახავ რომ აკეთებს არა. ასე რომ ჩემო კარგებო, მე გეტყვით ერთ რამეს რა. ძალიან წუხვარ. აი ნარიმანის მრევლის გამო ძალიან წუხვარ. მათ სამწუხაროდ მოუწევთ დიდ რეალობასთან შეჯახება, რომ ქრისტე მეორედ აღარ მოვა. მან თქვა მე ვეღარ მიხილავთო, სხვა ნუგეშინის მცემელს მოგივლენთო. ამ ნუგეშინის მცემელს კიდე ნუ გადააქცევთ. თქვენვე როგორც ისურვებთ, ისე გადააქცევთ ამ ნუგეშინის მცემელს. როგორ? აი რასაც უწოდებთ ის გახდება. მიწოდებთ სატანას, გავხდები სატანა. მიწოდებთ ანგელოზს, გავხდები ანგელოზი. ასე რომ თქვენ გადაწყვიტეთ რა გინდა რომ იყოს. ვინ გინდა რომ ვიყოთ? ვინ გინდათ რომ ვიყო? ანგელოზი თუ სატანა? ორივე შემიძლია რომ ვიყო. მითხარით თქვენ გადაწყვიტეთ ვინ გინდათ რომ ვიყო. ეს ახლა დრო დარჩა ყველამ თავისი თავი გადაარჩინოს. ამას რამდენი ხანია ვამბობ შორენა. ხო. დიდი ხანია უკვე ვამბობ. სამწუხაროდ სიმართლეს არ ვუდგავართ გვერდში, ყველამ რომ უბრალო სიმართლეს დაუდგეს, გვერდით კარგი იქნებოდა. დიახ, დავით, დიახ. მე რომ ის 70,000 კაცი დამდგომოდა მხარში და ყველას ერთად შეგვეტეხა ილია მეორის კარი და გაგვეთავისუფლებინა ილია მეორე, იმ გალიიდან. ილია მეორე გვეტყოდა რაში იქნებოდა საქმე, ვინ არის და ვინ უნდა იყოს შემდეგში, რა უნდა იყოს, მაგრამ არა. თქვენ მემწყევლეთ იმის გამო, რომ მე იქ ვიდექი და ვითხოვდი შესვლას. აი მაგის გამო მწყევლეთ და ღმერთმა გაპატიოთ, მეტი რა გითხრათ, გაპატიოთ, მოგიტევოთ. მე მოგიტევეთ მაშინ, როცა მოხვალთ პირადად თქვენ, ვინც მემწყევლეთ, ხო? ეხლა არ დაგავიწყდებოდათ ეს ამბავი. და პირადად ჩემს წინაშე ბოდის მოიხდით, მაშინ გაპატიებთ. მაგრამ ღმერთმა გაპატიოთ. თუ არ გააკეთებთ ამას, ღმერთმა გაპატიოთ. ლევან პეტრიაშვილი წერს ბიბლია გადაკეთებულიაო. ლევან ბიჭო, საუბრობთ იმაზე რომ ნარიმანი გარდაიცვალა. შენ კიდე ამბობ ბიბლია გადაკეთებულიაო. არ ემთხვევა რა რაღაცა ლოგიკაში არ ჯდება ეხა რა ვერ გაიგეთყობა რა მოხდა. ეგ მართალია პატრიარქი იზოლირებული ყავდათ, ხო? იზოლირებული ყავდათ, ეხლა რა თუნდა და მაგას ეხლა მე რო არ შემიშოს და შუაში ჩადგა 9-თავიანი დაცვა, მაგას შემიწყევლა კი არ უნდა და იქ მისვლა უნდა და კარი შეტეხვა. აჰა, ნარიმანს შეუტეხეს კარი. პატრიარქს ბოლოს მობილურიც ჩამოართვესო. ბიჭო, გეუბნებით რა, აი რაღაცნაირი უცნაურიერი ხართ მართლა რა. ძალიან უცნაურიერი ხართ. აი არაფასებთ. ადამიანს ვერ ხედავთ. კეთილ ადამიანს ვერ ხედავთ და სატანად აქცევთ, ბიჭო. აბოროტებთ ისეთ ადამიანს, რომ გულკეთილი, სიკეთე რო ვისაც უნდა იმას აბოროტებთ. ისეთი ხალხი ხართ რა.
ანგელოზი ხარ და მუდამ ანგელოზი იქნებიო ნანა ამბობს. ნანა ხო და გეუბნებით რა, როგორცაც დამინახავთ და რასაც მიწოდებთ ის ვიქნები. სარკე ვარ მეთქი ხო გეუბნებით. მიწოდებ სატანას, ბიჭო, სიტყვას ძალა აქვს. გავხდები შენთვის სატანა გავხდები, მაგრამ ის ვინც ანგელოზს მიწოდებს, იმისთვის ანგელოზი გავხდები. ხო და შენ თვითონ ირჩევ, ვინ გინდა რომ დამინახო, გესმის? პავლე ეჭვი მეპარება რომ მოკლეს კიდეცო. არა, რას მოკლავდნენ ხა, კარგი რა. ვინ მოკლავდა სახში იყო და არავინ არაფერს არავინ არ შედიოდა, აგერ პოლიციამ შეტეხა კარი და გავიდა ილია, ვერ შეასრულა თავისი საქმე ილია. გავიდა ილია, ვერ შეასრულა ამ ჯოჯუა ილია, ყველა ის ვინც დაიღუპა აი ამ პერიოდში ჯოჯუას მერე, ერთი კლანია გავიდნენ რა, დღე-დღეზე გადიოდა მიცვალებული. არ არსებობდა დღე გასულიყო რომ მღვდელი არ მომკვდარიყო და გაგრძელდება ესე. თქვენ გონეთ აქ ნარიმანით მორჩება? მიყვება ყველა მეუფე ერთმანეთს. გეუბნებით მე თქვენ, არ მიჯერებთ? კიდევ გინდათ რომ გაიგოთ? დამტკიცდეთ რომ სიმართლეს ვლაპარაკობ? ხო და დაინახეთ, მიყვება მეთქი ყველა ერთმანეთს. ვინც თავისი მისია არ შეასრულა, რა იყო მისია? აღდგომის დაწყება უნდა მომხდარიყო ვისით? თამარით. მაგრამ იმის მაგილოთ რომ მხარში დამდგარიყვნენ ბეთანიის ეკლესიაზე ხალების წასვლა დაიწყეს. ბიჭო, კიდე გეტყვით რა, მე არ იცით რა არის, თქვენ ბოლოს მოხვალთ აზრზე, გონზე და გვიან არის უკვე რა. მე დაჟე იმასაც ვფიქრობ, რომ შეიძლება თამარ მეფეც ვეღარ აღდგეს რა. იმიტომ რომ ძალიან მოდუნებული და რაღაცნაირად სიმყაყეში ჩაწოლილი ერი ხართ რა. ვეღარ შვებით, ვერაფერს ვეღარ შვებით, გესმის? იმიტომ რომ მე რაც მათქმევინე ზეციურმა ძალებმა მილიონმა კაცმა გაიგო და ეხა ისი არ არის რომ მარტო ორმა კაცმა გაიგო. ხო და სასაცილოდ არ გიყოთ? არა უშავს. იცინის ის ვინც ბოლოს იცინის. ხო არ მოწამლეს. აი ხლა ლევან კობაიძეც ხო არ მოწამლეს. იცი რა არის, აი გეტყვი რა. მაშინ ტუალეტში იპოვიდნენ გადაყუდებულს იმაში, რა ქვია, ღებინების დროს. არ მოწამლა, სკამზე იჯდა მშვიდად გადაკიდებული იყო სკამზე. გარდაიცვალა თუ მოკლეს, როგორ უნდა მოეკლათ ახლა, მაშინ რიტუალი ჩაუტარეს და მოკლეს, ხო? რიტუალით ვკლავენ ადამიანებს, თქვენ გონიათ არა? მაგრამ მოკლა რა შუაში ახლა მაგას მნიშვნელობა არ აქვს, მოკლეს თუ მოკვდა. მისმა სულმა გადაწყვიტა რომ გავიდეს, იმიტომ რომ გავიდა ყველა მისის შემსრულებელი და აღარავინ აღარ დარჩა. რატო გამოვიდა ბოლოს? ილია მეორე რომ მოკვდა და ნახეთ როგორ გამოვიდა. მე იქ უკვე დავინახე რომ მაგას გადაწყვეტილი აქვს რომ გავიდეს. უბრალოდ არ ვთქვი, იმიტომ რომ მე დამაბრალებენ მეთქი რა. ეგეც ვიფიქრე. არ ვთქვი, მაგრამ მე იქ დავინახე რომ მაგას გადაწყვეტილი აქვს რომ გავიდეს. იქ თქვენ ვერ დაინახეთ ეს. ვერც იქ მყოფებმა და ვერც ვიდეოს უკან ვინც ნახა. თქვენ ვერ დაინახეთ, რომ უკვე ემზადებოდა გასასვლელად? ვერ დაინახეთ, რა ვქნა ახლა? თვითმკვლელობას რატომ ასახელებენ, რატომ უნდა მოიკლათ? არა, თვითმკვლელობა რა სისულელია, არა. ეგ არა. რა სიძახდა მამა ნიკოლოზი? ვრებს უთხოვია მე პატრონისთვის გასაღები და არ მიუცია ეთყობა მოწყობილიც ასე იყო. ბოლო დროს ხო თქვა მამა ნიკოლოზმა ბოლია გადაკეთებულიაო. ბიბლია გადაკეთებულიაო. ბოლო დროს კი არა სულ იძახდა მაგას როგორც შე. ბიბლია გადაკეთებულია ლევან, სანამ ჩვენ პირველ ქართულ ბიბლიას არ ვიპოვით. მანამდე ბიბლიას რა ვიცი რა. გამარჯობა.
ჯერა თუ არა, რისი? საპატრიარქოს ამხელდა და რაში მოეწონებოდათ? საპატრიარქოს რო ამხელდა აქამდე ვერ მოკლავთ, რენკაცო რაღა მაინც ახლა მოკლეს, ილია რო აღარ იყო. ძალიან დიდი იმედგაცრუება არის მისი მრევლისთვის, კაცი ქრისტე და ღმერთი ეგონათ, არც დაუშვებდნენ მის სიკვდილს, საქართველოს გადასჩენა. კაცი ქრისტე და ღმერთი კი არ ეგონათ, კამფეტები და ღვინოები და ალკოჰოლები და ფულები უყვარდათ, იმიტომ მიდიოდნენ. კარგით რა. კაცი ქრისტე რო გონებოდათ, დაუდგებოდნენ მხარში და იქნებოდა ერთი ამბავი, ბიჭო. რაც მე მაგათ უთხარი, აქ რაც გახართ, მეთქი საქმე ვაკეთოთ საქართველოსთვის, ეგ უფრო გაუხარდება. კარგით რა. ხო, გული დასაწყვეტი არის ნამდვილად. ნამდვილად გული დასაწყვეტია, რომ ესე გავიდა, რომ სიტყვა ვერ თქვა რა. ძალიან გული დასაწყვეტია, რა ვიცი. საბედნიეროდ თქვა სიტყვა, როცა მე მის კართან ვიყავი და გამოსული იყო, ყოველთვის ხმა ამოიღო. აი, ყველა მისვლაზე ხმა ამოიღო, რა ვქნა. და ერთხელაც კიდევაც გაიცინა. თვალებში რო ჩამხედა გაეცინა და გაუხარდა. ახსოვს მრევლს, გაიხსენებს. აღარაფერი და ვეღარაფერი ვეღარ გადაგვარჩენს, განაჩენი გამოტანილი გვაქვს. ქრისტე გადაგვარჩენს. გასაგებია? არ არის გამორიცხული, რომ კონკურენტად აღიქვათ და ბოლო ვიდეოში ძალიან დასუსტებული მეჩვენა, ხელები უკანკალებდა. მეც ხო? კი არ მეჩვენა. მან ეხლა რა საინტერესოა, იცი, რომ ბოლოს რომ მივედი მე მაგასთან, ხო? აი, ყველანი წავიდნენ, იქ იდგნენ ხალხი და მე წავიდნენ და ნახე რატომღაც მარტო დავში და მომინდა რომ კილიე ელეისონ მემღერა რა და ვიმღერე კილიე ელეისონ. მე ვიღაც კაცი მოვიდა და რომ მივიდა მასთან წამოვედი რა. კარებთან რომ დადგა და წამოვედი და იმის მერე ეგ იყო და ეგ. ბოლო ვიდეოში ძალიან დასუსტებული სალუტ თამარ, ხო, გაუმარჯოს ლაჩო, გული მეთკინა, რამდენი ტანჯო წამება გაიარა. ბიჭო, ძალიან, აი, არ ვიცი რა, ეხა ისეთ რაღაცას გეტყვით, რომ შეიძლება არ მოგეწონოთ რა. ბერმა გაბრიელმა მისი ცხოვრება ძალიან ცუდი გზით წაიყვანა რა. ბერმა გაბრიელმა რა. მართლა, აი, ეს უნდა ვთქვა, ეხლა გულწრფელად გეუბნებით ამას. როცა ის აპირებდა დაქორწინებას, ბერ გაბრიელი არ უნდა ჩარეულიყო იქ. უნდა დაქორწინებულიყო ეს ადამიანი. მე ვამბობ მაგას, ეხლა რაც კიდე ისი ფიქრით. გული მეთკინა, რამდენი ტანჯო წამება გაიარა, მე ვფიქრობ სატაჯი ვითარებაში დაიღუპა. საეჭო ვითარებაში დაიღუპა. საეჭოში ვითარებაში კი არა, სკამზე იჯდა და გადაყუდებული იყო. მამა ნიკოლოზი იძახდა, ბიბლია გადაკეთებულია, ვფიქრობ მოიშორეს. ლევან, აი, როგორ გითხრა რა. როგორ, აი, რანაირად, აი, ამდენი ხანი არ მოიშორეს და ეხლა მოიშორეს? ამდენი ხანი იძახის მაგას, გადაკეთებულია ბიბლიაო, კაცო. ის პირველი ბიბლია სვანებს ქონდა, გამოართვა ილია მეორემ და აღარსად ჩანს. ის წიგნი ალბათ ვატიკანს ჩააბარა. არის მაგის ვიდეო, თუ როგორ აჩვენებს ილიას იმ წიგნს. ყიფშიძე ვერ ვხედავ, აი რაღაცა მოიცადე, აი ავყვე. ვერ ხედავ რა ვწერო, აი გასაგებია, ეგ დაგიწერია. კიდევ შენი კომენტარები გჯერა თუ არა ეს? აი მეტი ვერაფერი ვერ ვნახე შენი. რა რისი მჯერა თუ არა? ყიფშიძე დავითი გამოჩნდა ეხა ვიღაცა, კაი რა, მე ვარ ის ვინც წინასწარ მეტყველა იესომო. მოდი მე და გააკეთე მე საქმეები რა აქ რა რას მწერ. ააკეთე საქმეები, თუ იწინასწარ მეტყველა, იცი რა თქვა იესო ქრისტემ? ყველანი იქნებიან რჩეულებიო და 154,000 რჩეულის გამოფხიზლებას ელოდება და რას აკეთებ მითხარი აბა? ქრისტეს მსგავს რას აკეთებ მაშვენე?
კერპები იმსხვრევა, კი, ლაშა, კერპები იმსხვრევა 100%-ით. მადლობა უფალს. მოკლედ მეგობრებო, რა ვიცი, ნათელში ამყოფოს ღმერთმა მისი სული, დაგემშვიდობებით ეხლა და მაგარი ამცდარი თავად ხარ ყიფშიძე და მოდი რა, წადი რა აქედან რა. და მომწერ რას მწერ ვერ ხვდები რას მწერ ესე ცალცალკე რო მწერ მოწერე ერთი დიდი მოიწერე დიდად დაწერე და მომწერე რას მწერ რა კი იან გარდაიცვალა დღეს იპოვეს ნარიმანი გარდაიცვალა მართლაო გარდაიცვალა მოკლედ მეგობრებო არ ვიცი ახლა ალბათ ექსპერტიზა ჩაერთვება მაგ საკითხში და კიდე უფრო მეც გავიგებთ მე მეტი არაფერი არ ვიცი რომ იპოვეს აბა შენც მალე გახვალ რასაც გასვლას ეძახიო და ფრთხილად იყავი ყიფშიზე ვინც მე ჯინში ჩამიდგა ყველა გავიდა და ფრთხილად იყავი ყიფშიზე დავით რა არ გაგიყვანონ შენც რო იცოდე რა მე კიდე ბევრ რამეს არ ვიძახი აქ რაშია საქმე გესმის ნარიმანი გარდაიცვალა ხო და მოკლედ ერთი სიტყვით ღმერთმა ვისაც სიკვდილი უსურვას ის გაიყვანოს ვინ სიკვდილი ისურვა გაიგეთ არავისთვის სიკვდილი არ მისურვია გარდა იმისა რომ სკოლაში ერთხელ მასწავლებელმა ისე გამაბრაზა რომ სიკვდილი უსურვე თვით ილიასთვისაც არ მისურვია სიკვდილი ხო და შენც მალე გაგიყვანენ და გაგიყვანენ შენც მე თუ გამიყვანენ შენც გაგიყვანენ და აი ამ ჩემს დარც კიდე თუ გამიყვანენ უფრო კარგს იზავენ აქედან თუ მომაშორებენ ამ სატანჯუელისგან და რა ძლიერ კვირეულში გარდაიცვალა პირდაპირ ზეცაში წავიდაო მებრალები რომ შეცდომაში ხარ კარგი გებრალებოდე კაცო ხა აი დარდი შენ თუ გებრალები მე რაში გებრალები რა შეცდომაში აი მითხარი რა შეცდომაში ვარ მებრალები რომ რის შეცდომაში ვარ მითხარი რა მიპასუხე მოკვდავი ვარ თუ უკვდავიო სული უკვდავია და ხორციელად ყველა მოკვდავი ვართ ხო და შენ კიდე ჩაებღაუჯე მაგ შენს ხორციელს და მე უკვდავი ვარო რო იძახი იქნები უკვდავი კი ბატონო რა პრობლემაა რა ძალიან გიყვარს ამ სატანჯველში ყოფნა ეთყობა წავედი ახლა მეგობრებო გაკოცეთ ეხლა გამოჩნდებიან კიდე სხვა აბერი ნიკოლოზები სხვა გადამრჩენელები სხვა მხსნელები და სხვა ისინი და მე გეტყვით ერთს რა ქრისტემ გვითხრა ყველა თავისთავს გადაარჩენს ჩვენ ყველა ჩვენ თავს გადავარჩენთ ეს არის ყველაზე დიდი ნუგეში ახლა კარგად იყავით ამინ ამენით იესო ქრისტე